ეს არის შეჯიბრი, სადაც დედებს შვილები ხელში არ ახავთ. ეს არის შეჯიბრი, სადაც კვალიფიკაციის მოგება უფრო რთულია, ვიდრე ზოგი ჩემპიონატის. თუმცა, აქ წამყვანის ყბაში ჩავარდნა უფრო ადვილია, ვიდრე წვიმიან დღეს ტყლაპოში. ეს ლიდერბედ ვინთერკაპის მეორე ეტაპია. მე ვარ გუგა კირვალიძე და მგონი მაგარი ვიდეოს დასაწყისი მოვიფიქრე. დღეს არის შაბათი, შეჯიბრის წინა დღე, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ვარჯიშებისთვის. ამანქანაზე, როგორც იქნა ABS-ი გავაუქმეთ და გავტესტეთ და დადის მოკლედ, დავაყენეთ ეხა BioWare სანფულები და ვეცდები რომ დღეს კონფიგურაცია გავიარო, ნახოთ როგორ დადის ABS-ოთ რამდენად უფრო კომფორტულია და მოკლედ ყველაფერს გაჩვენებთ. ვარჯიშებს ნორმალურად ადის მანქანა, თეთრ არებს არ უჩივი, ამ ABS-ის გაუქმებამ გაცილებით უკეთესი გახადა, ანუ შეიძლება გაცილებით კომფორტულად შეგიძლია მიყვედა, თუ ტორმუს ვახმარ, რა თქმა უნდა უფრო კომფორტული და პრაქტიკულია. ერთი წყვილი სანფული დაუბუგეთ, როგორც აღმოჩნდა საბას ქონდა გადადებული სანფულები თავისთვის, მაგრამ ჩვენ აუხსენით რომ მოკლედ მანქანას ვერ მოასწრებდა და ის სანფულები ჩვენ გვეკუთვნოდა და ჯამში სამი წყვილი სანფული გავმივიდა, ერთი ხა დაუბუგე და ხვალისთვის ორი წყვილი მექნება. ერთადერთი რასაც დავამატებდი, ცოტა მეტი ვარჯიში იქნებოდა, ცოტა მეტი მიჩვევა მინდა, მაგრამ რავი, ბორბლების მენანება ეხა დასაწვავად ბევრიც არ არის და მანქანაზეც რამე არ მინდა რომ გავაფუჭო. რავი, თუ ცუდი არ არის, ნორმალურად დავდივარ, მთავარია რომ ხვალ კვალიფიკაციაზე არ და მერე წყვილებში უკვე ყოჩაღად ვიაროთ. რავი, ისე მაგრადადიან ბიჭები, ისე მაგრადადიან, რომ მეტი არ შეიძლება. საინტერესო ის არის, რომ აი ხა ჯეკა ჩამოვიდა, ამ ეტაპზე ჯეკა და ფარიდა არიან ჩამოსულები აზერბაიჯანიდან და ჯეკა მეუნებოდა, რომ განა რამდენი თვე გავიდაო ბოლო ეტაპიდან, აი ხა რომ უყურებო ბიჭებს, ისეთი მომატებული აქვს, რომ აი გაგიჟებული ვარო და კიდე ერთხელ მინდა ხაზი გავუსვარო, ეს არის ძალიან მაგარი პლატფორმა, ის რომ ლილო არენა ესეთი ხელმისაწვდომია, ის რომ სულ დრიფტის რაღაცა შეჯიბრი ტარდება, წინასწარო გზები არის ცნობილი, აი მართლა ყოველ დღე ვიღაცა არის და ვარჯიშობს და ამ საბოლოო ჯამში ჩემპიონატს ეტყობა, რაც ძალიან მახარებს. მოკლედ დღევანდელი დღე არ მთავრდება და შევხვდებით უკვე კვალიფიკაციაზე. წავედით. იწყება კვალიფიკაცია, რიგში ვდგავართ ველოდებით, მანქანა გაწმენდილია, გაზიზინებულია. BioWare სანფულებზე ვდგავართ, საბას გამოვართვით. იცით რაღაცა მოკლედ ეხლა მალე გავალთ კვალიფიკაციაზე. ერთი სავარჯიშო გავლა, ერთი კვალიფიკაციაა და 16 კაცი ვინც საუკეთესო ქულას დააფიქსირებს, ის გადადის top 16-ში და მე ვინც ვერ მოხვდება top 16-ში, თავიდან კიდე ერთ გარბენს გაიგო. წინაზე მე ვერ მოვხვდი 16-ში და ორი გავლა მომიწია. იმედია რომ ეხლა გავძვრები და კარგი კვალიფიკაციას დავდებ. დივას ცოტათი წვიმიანი ამინდი იყო, მაგრამ ეხლა ზეა გაშრა ტრასა და ამის ასიარულო იქნება. ერა ვეგარა
კვალიფიკაცია 77 ქულაზე. რა ვიცი, ცუდი არ არის ძალიან. რა თქმა უნდა, უკეთესი მინდოდა, მაგრამ ნუ რაც არის ეგ არის. აუ შიგნიდან მთელი ძალით ვიარე, ყველგან ცეპლენით ვისვრი მანქანას, რაც შეიძლება ჩქარი და მაგარი პერეკლატკა რომ გამოვიდეს. ძალიან დიდი კუთხეებით ამანქანით სამწუხაროდ ვერ დავდივარ, იმიტომ რომ მით უმეტეს ახლა ეს Hi-Fi რას დავაყენე, აი ძლივს აფუქსავებს. ალბათ წყვილებში რო შემოვა, ცოტა უნდა გადავბერო, თან ახლა ცივა და ციუზე 2-ზე მეყენა და მაინც ძლივს დადის და წყვილებში რო შემოვა, ალბათ ცოტა უნდა დავბერო, იმიტომ რომ უკან ესე გაყოლა ძალიან გამიჭირდება. მოკლედ რავი, მაინც ყოფილი ვარ. ცუდი გარბენი არ იყო, იქ ბოლოს ზემოთ კედელთან რა მოდივარ, აი მთელი ძალით ვისვრი დიდ კუთხეზე დგება და მე გასვაძლევ იმ კუთხეს ვეღარ ინარჩუნებს, მაგრამ რავი, წყნარად შვიდად და ფეხაკრეფით გავლას არ მუღამი არ აქვს, ამიტომ დავდივარ ისე როგორც გამოდის. ვნახოთ ახლა ვის შევხვდები, როგორ დაალაგდება ტოპ 32-ის ბადე. ნუ წესით ყველა 99% ტოპ 16-ში გასული ვარ და ვნახოთ აბა ვინ იქნება ჩვენი პირველი მსხვერპლი. ხედავ სტარტის ხაზთან გუგა კირვალიძესა და გოჩა ბატიაშვილს. გუგა მე-9 იყო კვალიფიკაციით, იგი ლიდერის როლშია. გოჩა კი 24 შეთამამისად ბრდევრის როლში დაიწყებს ტოპ 32-ის პირველ გარბენს. და აიგეს სტარტი დრიფტერებმა. გუგა კირვალიძე ძალიან აგრესიულად მოფრინავს პირველი მოწყვეტა, ძალიან კარგი იყო მისი შესრულებით, ცოტა ხლად გაიარა პირველი კლიპინგი, როგორც დავინახე, ყოველ შემთხვევაში ბატიაშვილი ცდილობს რომ მიუახლოვდეს მას. აქ ცოტა ხარვეცი ქონდა აშკარად დიდ ზონაში გუგა კირვალიძეს. ბატიაშვილი შორი ახლოს არის მასთან, თუმცა ძალიან უჭირს რომ დაეწიოს გუგა კირვალიძეს. გუგა კი ბოლომდე ცდილობს რომ ზღვარს მიღმა იაროს და ჯერჯერობით კარგადაც გამოსდის ეს ყველაფერი. ზონებში თითქმის ყველა ზონა კარგად შეავსო, იყო რაღაც პატარ-პატარა ხარვეზები მისი მოახერხებს თუ არა იგი რომ იყოს უკეთესი ლიდერის როლში ვიდრე იყო გუგა კირვალიძე. ყოველ შემთხვევაში ამის გაკეთებას ნამდვილად ეცდება გოჩა ბატიაშვილი. ძალიან ახლოს არის მასთან გუგა კირვალიძე. ძალიან ახლოს, არანაირი დაზოგვა, კარგი გადაწყობა ჰქონდა გუგას, ერთიც მეორეც ღრმად ავსებს ამ უმნიშვნელოვანეს ზონას. გოჩა ბატიაშვილი საკმაოდ კარგად გაიარა ეს ზონა და ზონებში პრინციპში კლიპინგებიც თითქმის ყველა ჩვენივრად შეასრულა. გოჩა ბატიაშვილმა ოდნავ გადავიდა კიდევაც ერთ მომენტში ტრაექტორიდან ცოტა კუთხის მოჭრა მოუწია, ტრაექტორის მოჭრა აქ გუგა კირვალიძეს ბოლო მონაკვეთში და ფინიშში შემოვარდნენ ერთად დრიფტერები. მოვჭით 32-ის გარბენს გოჩა ბატიაშვილთან. მაინც კაი გარბენი არ გამოვიდა ისეთი როგორიც გვინდოდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ტოპ 16-ში ვართ, რაც თავარია. შემდეგი გარბენი იქნება მიწიასთან, რომელმაც აი რედაღამე გაასწორა ვარჯიში. იქნება მანქანა თუ ჯერჯერობით ხოშიანად არის, უბრალოდ ცოტა ამ სანფულების დატრიალება უჭირს, მაგრამ ეგ კარგია, იმიტომ რომ იგი ცოტა ეჭირება და უაზრო სადღაც არც გავცურდები და გამოუცურდები. დმიტრო მოზულენკო უკვე სტარტის ხაზთან არის. იგი გუგა კირვალიძის პირისპირ დადგება და იასპარეზებს ტოპ 8-ის საგზურისთვის. გუგაც აქვეა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ავტომობილი საერთოდ არ არის მძლავრი, რა დრიფტ კარითაც არ უნდა იყოს, გუგა ყოველთვის საშიშია და ნებისმიერი მეტოქისთვის შიშის ზარს სემს. დარწმუნებული ვარ მე ამაში. გუგა კირვალიძე დმიტრო მოზულენკოს წინააღმდეგ. ნახოთ კირვალა რა შემოგწევს ლიდერის როლში, ძალიან კარგად დაიწყო თავისი დავალების შესრულება. მოზულენკო სანტიმეტრებში გადაეწყო, ერთი მეორე შესანიშნავი იყო, თუმცა გაუსწორდა ავტომობილი. მოზულენკოს ვეღარ მოახერხა დამორჩილება და დამუშავება. ამ მომენტის რისკი ის იყო ზღვარს მიღმა, როგორც ჩანს. შესაბამისად უხეში შეცდომების დაშვება მოუწია. კირვალიძე ასრულებს დავალებას, მას ჭირდება ბოლომდე რომ იყოს ასეთი დამაჯერებელი და ახერხებს კიდევაც ამის გაკეთებას. უდიდესი უპირატესობა იმ ერთი უხეში შეცდომის გამო, რაც მოზულენკომ დაუშვა. ნახოთ მეორე გარბენი დმიტრო მოზულენკო მოფრინავს, მოწყდა და მას ჩაახტა გვერდით მომენტალურად გუგა კირვალიძე, თუმცა ჩამორჩა აქ
პატარა სივრცე დაიტოვა გადასაწყობად გუგა კირვალიძემ მან სავარაუდოდ იცის რომ პირველი გარბენის შემდეგ აქვს უპირატესობა ამიტომ ცოტათი დაზღვეულად იყვება როგორც ხედავ და სტრატეგიულად მოქმედებს გუგა კირვალიძე აქ ცოტა მიუახლოვდა გადაწყობისას ვნახოთ შვენივრად დაამუშავა ეს ეპიზოდი კირვალიძემ შეცდომის გარეშე ასრულებს თავის გარბენს ორივე დრიფტერი და ესეთი 7 გარბენი ვიხილეთ საბოლოო ჯამში ველოდებით ჟიურის რომ გავიგოთ ვინ იქნება ტოპ 8-ში სანდრო პოპხაძესა და ლაზარეს შორის გამარჯვებულის მოწინააღმდეგე გუგა კირვალიძე თუ დმიტრო მოზულენკო და გამარჯვებულია გუგა კირვალიძე მოვჭით მიწასთან გარბენს გადავედი ტოპ 16-ში და ახლა აი ამ წამს მიმდინარეობს ლაზარეს და სანდრო პოპხაძის one more time პირველი გარბენი ძალიან მაგარი ჰქონდათ და შემდეგი გარბენი იყო ჩემი ჩავედი ვიარე და ახლა ემტეზე არიან ეხაც მაგარი გარბენი იყო ახლა ლაზარე უნდა წავიდეს წინ მოკლედ ხოცავენ ერთმანეთს თან ერთ კარგად არიან ნავარჯიშები იმ დღეს იარეს ერთად წყვილში და მაგარი გარბენები გამოვა და ყველა საინტერესო ისაა რომ ამათში გამარჯვებულს ხვდები მე და თუ ლაზარე იქნება ძალიან საინტერესო სანდრას მაგარი იქნება სიარული მაგრამ ლაზარესთან ვაფშე მაგარი იქნება უეჭველი მაგარ რევანშს აიღებს კბილებს ილესავს აბა ნახოთ აბა რა იქნება მზადებიან სანდრო პოპხაძე და ლაზარე სადაღაშვილი კიდევ ერთი საგიჟეთის მოლოდინში ვართ ვინ იქნება უკვე ამჯერად უკეთესი ლაზარე სადაღაშვილი თუ სანდრო პოპხაძე გვაქვს სტარტი და ვნახოთ ამ შემთხვევაში უკეთესად დაიწყო სანდრო პოპხაძემ ვიდრე ეს გაკეთა წინა შემთხვევაში მას რა თქმა უნდა ძალიან ახლოს მიყვება ლაზარე სადაღაშვილი სანტიმეტრებიც კი არ იყო მათ შორის დაშორება გადაწყობების დროს შესანიშნავია ორივე დრიფტერი წინვალე გადაწყობა კიდევ ერთი სანტიმეტრებში პრაქტიკულად ტრაკთან ძალიან ახლოს მიუახლოვდა უფრო მეტად ვიდრე ეს შესაძლებელი იყო ამ შემთხვევაში ლაზარე სადაღაშვილი გადაუსკუბდა ავტომობილში სანდრო პოპხაძეს და კიდევ ერთი საოცრება შემოგთავაზეს ლაზარე სადაღაშვილის წინააღმდეგ მიუხედავად იმისა რომ 16 წლის არის ლაზარე მას უდიდესი მომავალი აქვს ეს ცხადზე უცხადესია ვნახოთ რა იქნება უკვე ამ შემთხვევაში ისევ ფლიპით მოწყდა და ძალიან ლამაზად მოწყდა ლაზარე სადაღაშვილი საოცრად ახლოს იყო მასთან სანდრო პოპხაძე ოდნავ ჩამორჩა ამ მომენტში და გადაწყობებისას ვნახოთ რას იზავს ჩაახტა ისევ რა თქმა უნდა კორპუსში სანდრო პოპხაძე ლაზარე სადაღაშვილს კიდევ ერთი ლამაზი გადაწყობა სინქრონში ლაზარე რაშვება აქ ლიდერის როლში ძალიან კარგად ასრულებს თავის დავალებას ნახოთ ბოლო მონაკოიც როგორ გაივლიან დრიფტერები რა თქმა უნდა ერთად შემოფრინდებიან ახლა ფინიშზე და კიდევ ერთი საოცრება და ჟიურის გადაწყვეტილებით ჩვენ გვექნება კიდევ ერთი one more time არწმუნოს ჟიური რომ მან გაიმარჯვა სანდრო პოპხაძესთან მაგრამ რა თქმა უნდა სანდრო პოპხაძე არაფრის დათმობას არ აპირებს მესამე ნაწილი ამ დუელის ნახოთ როგორი იქნება და იქნება ისეთი საოცარი როგორც წინა ორ შემთხვევაში გადაწყობები უნაკოვოა რა თქმა უნდა ლაზარე რას აკეთებს აქ და იყო კონტაქტი არ ვიცი რა ხდება მომენტი საკვანძო მომენტი კიდევ ერთხელ გამეორებით რთული სათქმელია ძალიან საბოლოო ჯამში სანდრო პოპხაძე აგრძელებს ასპარეზობას ტოპ 8-ში უმძიმეს ბრძოლაში ამარცხებს 16 წლის არანორმალურად ნიჭიერ ლაზარე სადაღაშვილს და ამ ჯუჯუხეთიდან აღწევს თავს ტოპ 8-ში სადაც
ფოფხაძეს და ლაზარეს შორის მაგარი დაძაბული გარბენი იყო. ლაზარე ცოტა მეტად მიაწვა უკნიდან, ძალიან მაგარი გადაწყობა გაუკეთა, მაგრამ წინა ბორბალში ცოტათი მიედო და წინა ბორბალში ოდნავ მიდებად საკმარისია იმისთვის, რომ მართლა სრულიად დაკარგო, ამიტომ ფოფხაძე გავიდა წინ და ეხა მე ვდგავარ სტარტზე და ველოდები სანდროს. იმედია რომ მაგარი გარბენი გამოვა, ძალიან მაგარი მანქანა ყავს, ძალიან მაგრად ადის, აი მოვიდა. კაროჩი. აბა ნახოთ რა გამოვა. ახლა უკვე ტოპ 8-შია და გუგა კირვალიძის წინ დაიჭრა. ნახოთ გვაქვს სტარტი სანდრო ფოფხაძე მოწყდა, მას გვერდით ამოუდგა მომენტალურად და გუგა კირვალიძე თუმცა ჩამორჩა პირველ მონაკვეთში ცალსახად. გუგა სანდრო ფოფხაძე ძალიან მაღალი ტემპი აქვს სანდრო ფოფხაძეს და უჭირს გუგა კირვალიძეს რომ სიახლოვე შეინარჩუნოს შეისწე გადაწყობისას ოდნავ მიუახლოვდა გუგა კიდევ ერთი უკვე უფრო მეტად სინქრონული გადაწყობა იყო გუგა კირვალიძის შესრულებით, მაგრამ ძალიან ჩამორჩა მაინც კიდევ ერთხელ აი ამ მომენტში სანდრო ფოფხაძე კი სოლიდურად გამოიყურება ძალიან. სანდროც მზად არის და გუგაც მზად არის. ნახოთ აღმოჩნდა თუ არა აი ამ რაღაცა პატარა ჩამორჩენას რაც უნდა კირვალიძის პირველი გარბენის შემდეგ მინიმუმას ევალება რომ იყოს უკეთესი ვიდრე იყო სანდრო ფოფხაძე ლიდერის როლში ჯერჯერობით ძალიან დიდი კუთხით ლამაზად და საოცრად ასრულებს დავითავალებას გუგა კირვალიძე, მაგრამ დააკვირდით რა ახლოს არის მასთან სანდრო ფოფხაძე შედევრის ფოფხაძესთან წაგების შემდეგ ზოგმა მითხრა ფორმაში ვერ ხარ. ზოგმა შენგან მეც მოველოდით. ბევრი ლაპარაკობს რომ კირვალიძე საერთოდაც დაბერდა. თავს არ ვიმართლებ, უბრალოდ გეტყვით რომ ისევ მიყვარს დრიფტი, ისევ ისეთი ამოღებლებელია ჩემთვის. ისევ იგივენაირად ნერვიულობ ყველა კვალიფიკაციის და ყველა გარბენის წინ, როგორც თავიდან რომ დავიწყე სიარული, ისევ მიხარია ყველა გამარჯვება და ისევ მტკივნეულია თითოეული წაგება. მაგრამ ყველა გარემო პირობის და ყველა წლების განმავლობაში ხელშემშლელი ფაქტორების მიუხედავად, მე ამაყება რომ ისევ დრიფტის სამყაროში ვარ და მე 14 სარბოლო სეზონი დავიწყე წელს. წინ კიდევ დიდი გეგმებია. დროებით მომავალ შეხვედრამდე.